Mercedes-Benz SL 55 AMG. ეს არის Mercedes-Benz-ის როდსტერი, რომელიც თავისთავად გულისხმობს სიმდიდრეს, ბევრ ფულს, გოლფს, წვეულებებს და აბსოლუტურად ყველა ბედნიერებას, რასაც ფულით იყიდით. იცით რითი უკავშირდება ეს ძვირფასი ავტომობილი ჩემს ბავშვობას? ძალიან კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში, როდესაც San Andreas-ის GT-ს ვთამაშობდი ხოლმე, იქ მყავდა ვერცხლისფერი Mercedes SL-ი, რომლითაც დავსეირნობდი ხოლმე San Andreas-ის ქუჩებში და ვოცნებობდი, რომ ოდესღაც მეც მეყოლებოდა ეს ავტომობილი. და ალბათ გაგიჩნდებათ ახლა კითხვა, საიდან აღმოჩნდა ეს ჩემს ხელში და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სწორედ GT-ში ნასწავლი ხრიკებით მოხდა. Personal space, please. Respond to a 1017 in Southwest. Oh, man! Welcome to Entertaining America on WCTR with the most boring show with a brand new host. Entertaining America. ეს იყო Steve Jobs-ის საყვარელი ავტომობილი, რომელთანაც გაგიკვირდებათ და Porsche 911 უღალატა მას შემდეგ წლების განმავლობაში მართავდა Mercedes SL-ს. თან ძალიან ესეთი აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ არასოდეს არ ეკეთა ნომერი მის ავტომობილს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 თვე ჰქონდა კანონით ამისი უფლება. მოდი აქ დავტოვებ ესეთ კითხვას. როგორ ახერხებდა Steve Jobs-ი ამ ყველაფერს? მაშინ, როდესაც კანონს გვერდს არ უვლიდა, არაფერს არ აშოვებდა და არც ეგრეთ წოდებული კრიშა არ ჰყავდა, რომელიც ამის უფლებას მისცემდა. უბრალოდ ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო და მოიფიქრა, როგორ ეპოვა ძალიან მარტივი გამოსავალი. Steve Jobs ძალიან უყვარდა Mercedes SL-ი და ყოველთვის ამბობდა, რომ ყველაფერში ის ეძებდა სრულყოფილებას, ამიტომ ქმნიდა Apple-ს სრულყოფილ ტექნიკას და მართავდა Mercedes SL-ს, რომელზეც გამეთანხმებით ალბათ, რომ განსაკუთრებული ავტომობილია. Mercedes SL-ი მრავალი წელია უკვე იწარმოება, ძალიან ბევრი თაობა ყავს და მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა თაობის მოდელი არის განსხვავებული ერთმანეთისაგან და ძალიან ლამაზი. Mercedes SL-ი არის ავტომობილი ერთ-ერთი, რომლის აბსოლუტურად ყველა თაობის კუზავ ძალიან მომწონს. უკვე მრავალი წელია იწარმოება და მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა მოდელი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება. მისი წინა მოდელი ამაზე ბევრად უფრო წახნაგოვანი იყო, ეხლა უფრო გადავიდნენ უფრო გლუ ფორმებზე და ახალი თაობის SL-ი საერთოდ სასწაული არის. საოცარი ვიზუალი აქვს, თუმცა ეს SL-იც არაჩვეულებრივად გამოიყურება. აი, ავტომობილი უკვე ამდენი წელია რომ იწარმოება 2006 წელს გამოსული ავტომობილი 2024 წელშიც რომ თვალში მოსახვედრია და ყველასთვის საყვარელი და სასურველი, ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია და მისი არსებობა ნამდვილად შედგა. მოდი ახლა გადავიდეთ ვიზუალზე, ვისაუბროთ. აი, მისი ცხვირით დავიწყებ, რომელიც განსაკუთრებულად მომწონდა ბავშვობაში და აი წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ოდესღაც დადგებოდათ, რომ მეც მეყოლებოდა და როგორ ვივლიდი ამით. არ ვიცი, ალბათ ოდესღაც დადგება. ეს კონკრეტული ავტომობილი ფასსაც ვიტყვი, არ გეგონოთ დაბალ ბიუჯეტიანი, $260,000 ღირდა ეს ავტომობილი, როდესაც 2006 წელს გამოვიდა თავის დროზე და დღესდღეობით უკვე $30,000 დაახლოებით შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. დამეთანხმებით ალბათ 2006 წლიანი ავტომობილისთვის არც ისე ცოტა, მაგრამ როდესაც ამ ხარისხის და ამ კლასის ავტომობილი გინდა, მაშინ სრულიად მისაღები ფასია. მისი ცხვირი, როგორც ვახსენე, არის ულამაზესი, აი ეს წაკვეთილი, წინ დახრილი, წვეტიანი ცხვირი, აი ეს დახრილი ფარები და ერთმანეთზე გადაბმული იყო ის, რითიც ყველაზე ძალიან მომეწონა თავის დროზეც ეს ავტომობილი. ფორმები ძალიან მინიმალისტურად გამოკვეთილი, რაც ძალიან მომწონს. გვერდიც აი ეს შტრიხები და სუბუქად გაყოლილი ხაზები ქმნის ერთიანობაში ძალიან ლამაზ ვიზუალს. როგორც გითხარით, ავტომობილი არის როდსტერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ორადგილიანი და ეგრეთ წოდებული კაბრიოლეტი. თუმცა ამას კაბრიოლეტს არ ეძახიან, ამას ეძახიან ხოლმე როდსტერს. არის ულამაზესი და მოდი ახლა ეს ნაწილიც განვიხილოთ, იმასაც გაჩვენებთ, როგორი სივრცე აქვს, საბარგული, უკან სათავსო, სკამები და ასე შემდეგ. აქ აი ეს დეტალი მინდა გაჩვენოთ, როდესაც კაბრიოლეტზე ვფიქრობდი ხოლმე, სულ ფიქრად ის მქონდა, რომ გადახდილი თავით რაღაც რომ მომივიდეს ავარია რომ მოხდეს და ამოუტრიალდე რა მეშველება თქო.
ეხლა განახლებთ, ეს არის უბრალოდ ქარისთვის, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც მტვერს იკავებს და ქარის ნაკადს ისხლიტავს, რომ პირდაპირ თავში არ გიბერავდეთ და არაკომფორტული არ იყოს და როდესაც დავძრავთ, აი განახლებთ, როგორ ამოდის აი აქ კონსტრუქცია, რომელიც ამ უბრუნებისას გიცავთ და ავტომობილი მაგაზე ეცემა. მოდი საბარგული გადავიხოთ, ძალიან კარგი საბარგული აქვს. ჯერ როგორ ეხდება ეს საბარგული მექანიზმი ნახეთ. რა საოცარია როგორი განსხვავებული და აქ არის ახლა ჩამაგრებული ჰარდტოპი აქვს ეგრეთ წოდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენტზე არ არის არამედ კარკასი ეფარება თავზე და ესეც ავტომატურია და მაგასაც გაჩვენებთ როგორ ეფარება და როგორ ეხდება და აი აქ უნდა დააჭიროთ ღილაკს. ეს მაღლა აიწევა იმისათვის, რომ აქ საბარგულში სივრცე გამოგიჩნდეთ. ამას აწევთ, უკან გადაწევთ და აი ესეთი სივრცე აქვს უკან საბარგულში, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ ავტომობილისთვის საკმაოდ დიდია. მე ველოდებოდი, რომ გაცილებით პატარა სათავსო ექნებოდა, ან შეიძლება საერთოდ არ ჰქონოდა ვინაიდან ეს თავსდება მის საბარგულში, მაგრამ იმდენად დიდი მოცულობის არის, რომ ამაში ვფიქრობ ორ დიდ ჩანთას ძალიან კომფორტულად ჩაადებთ. უკან შეგიძლიათ დააბრუნოთ აი ასე, კარგად ჩასვათ, თორე ის არ ჩაიკეტება. ისე. ისევ აქ დააწევით, დააფარებთ და ამას დაბლად ჩამოვიდეთ. აი ეს მექანიზმი არის, არ ვიცი, ულამაზესი, თითქოს ჰაერში აატანილი საბარგულის თავი. მოდი გადავიდეთ სალონზე, რომელიც აქვს ულამაზესი დაუწყოთ სავარძლებით. მე ხა კარს გამოგიღებთ და შეგიძლიათ ჩაიხედოთ, რა საოცარი სავარძლები აქვს. პირდაპირ ეტყობა, შეხედავთ თუ არა, ეგრევე გეუბნება ავტომობილი, რა კლასის არის, რამდენად ძვირადღირებული და აი ეს ნაწილი, როდესაც ჯდები, ჩარჩოშია ჩასმული მთელი სკამი. აი ეს ნახეთ, ღვედი არის თვითონ სავარდელზე მიბმული. ზოგადად ალბათ ყველა ავტომობილში შეგხვედრიათ, რომ ღვედი არის მიბმული თვითონ ავტომობილის კარკასზე, ან რაღაც გაწუდით ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში არა, ეს მოთავსებულია თვითონ სავარდელზე და აი ეს გამოწეული ჩარჩო, სადაც განთავსებული ასევე ღილაკები, საიდანაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი კომფორტი. თუმცა ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უდაბლესი ავტომობილია, ეს შეგრძნება მაქვს, რომ ძირს ვზივარ და ცოტა არაკომფორტულია. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ თვალთახედვის არეალი მაქვს საკმაოდ დიდი საქარე მინა აქვს, რაც იმის დისკომფორტს არ მიქმნის, რომ სადღაც ვარ შეყუზული და წინ ვერ ვხედავდე ყველაფერს, რისიდან ახაც საჭიროა. ეხლა უნდა განახოთ აი პატარა სათავსო. თან აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ღილაკზეა, აი აქ დააჭერთ ღილაკზე. ეს სავარდელი წინ მიდის, ზურგის უკან გადადის და თავის მისაყუდებელიც დაბლად ჩადის. და ნახეთ, აი აქ არის ძალიან პატარა სივრცე, სადაც შეგიძლიათ პატარა ჩანთა მოათავსოთ. დამატებით აქ აქვს სათავსო. აი ესეთი, სადაც გარკვეული ნივთები შეგიძლიათ დამალოთ, იმიტომ რომ ძალიან ოსტატურად არის დამალული. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიფიქრებდი ეს დრო დავინახე, მაგალითად, აი ეს არ ვიფიქრებდი, რომ აქ სათავსო იყო და ასევე აქ აქვს ნახეთ რა. და აქ აქვს ნახეთ, აი ესეთი ღვედი, რომელსაც აქ წამოიღებთ და აი აქ ჩაამაგრებთ. ეს არის იმისთვის, რომ მან განთავსებული ჩანთა დაიჭიროთ და არსად არ წავიდეს, ან გადმოვარდეს და კომფორტულად იმგზავროთ თქვენს და თქვენმა ბარგმაც. ძრავი დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან გაინტერესებთ. ეს ავტომობილი გახლავთ 5.5 AMG ვერვა კომპრესორი. ვაუ, უზარმაზარი ძრავი აქვს. ამ ავტომობილს აქვს 475 ცხენის ძალა და მაქსიმალური სიჩქარე არის 300 კმ/სთ. ალბათ წარმოგიდგენიათ რა შესაძლებლობები აქვს და როგორ დარბის და რამდენს წვავს, მაგაზე აღარ გელაპარაკებით, იმიტომ რომ ზოგადად ესელის პატრონებს რამდენს წვავს ავტომობილი არ აინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული აქვს. ეს იყო მილიონერების და მილიარდერების საყვარელი ავტომობილი, საყვარელი გასართობი ავტომობილი, რომლითაც თავის განსაკუთრებულ სურვილებს იკმაყოფილებდნენ ავტომობილებთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ხედვის არეალი არის ძალიან კარგი და ძალიან დიდი.
სალონის წინა ნაწილი, ეგრეთ წოდებული ტორპედო არის აქეთ დახრილი და წამოსული როგორც წინ ცხვირი, ისევე ესეც და ესელის ხელწერა, ასე ვთქვათ და Mercedes-ის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს აი ის ფუნქციები, რაც ამ ავტომობილს აქვს და იმ დროისთვის 2006 წელისთვის ეს ყველაფერი იყო სიახლე და ძალიან უცნაური. ერთ-ერთი არის აი ეს, საიდან სავარძელს უმართავთ ჩვენ, მაღლა ავიდეს, ჩავიდეს, უკან გავიდეს, წინ წავიდეს და ასე შემდეგ. ეს იყო სიახლე და ექსკლუზივი, ასე ვთქვათ, Mercedes-ში სწორედ აქედან დაიწყო აი აქ განთავსებული მართვის ღილაკები და აუცილებლად უნდა აღინიშნოს აი ეს საჭე, რასაც მართლა არ მოველოდი ამ წლოვანების Mercedes-ში, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ Mercedes-ის საჭეები ცოტა ძველ ავტომობილებში არცზე კარგი შესახედაობის არის. ეს არის სუფთა სპორტული ავტომობილი, თან წარმოიდგინეთ ხელზე აქვს სიჩქარეები, რაც მართლა ძალიან გასაკვირია 2006 წლიან ავტომობილში და როგორც მფლობელმა გადმოგცა, ეს არის Mercedes Black Series საჭე და სპეციალურად აქვს დაყენებული, ეს არ მოყვებოდა სტოკში. ის ავტომობილი, რომელშიც ეს საჭე ქარხნად მოყვება, დაახლოებით 9 მილიონი მაინც ღირს. ზოგადად ამ ავტომობილში რაც არის განთავსებული, თუნდაც აი ეს მულტიმედიის სივრცე რაც არის ჩაშენებული, იმ დროისთვის იყო უმაღლესი კლასის. დღეს შეიძლება ეს არაფერი არ არის, უკვე მოძველებულია, მაგრამ არც არის გასაკვირი 18 წელი გავიდა უკვე მას შემდეგ, თუმცა იმ დროისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიახლე იყო. არა მარტო ეს, აი აქ შიფტერზე დააფიქსირებთ, სადაც არის აი ეს ღილაკი. მაშინ 2006 წლიან ავტომობილში ეს იყო უზარმაზარი სიახლე, ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა სტარტ-სტოპზე თუ შეიძლება და ავტომობილი დაქოქილიყო, მაგრამ როდესაც შეაერთებდი, გადაწევდი გასაღებს, არ დაქოქავდი, აი ამას დააჭერდი და პირდაპირ დაიძრებოდა ავტომობილი. ნახეთ კიდევ რა აქვს ეს რეჟიმი, უცვლელად უნდა განახოთ, რაც მე არ მინახავს. არ მინახავს ამ არც ერთ ავტომობილში ამ ფორმით წარმოდგენილი, თორე ისე რა თქმა უნდა ახალ ავტომობილებში უკვე ყველას აქვს აბსოლუტურად. აი აქ არის რეჟიმი, რამდენად დაიცვას დისტანცია მანქანამ წინ მიმავალ ავტომობილთან. ერთი აი ატრიალებთ ესეთ ჯოისტიკივით არის, რომელიც ადის-ჩადის და აქვს პატარა დისტანცია დიდი და უფრო იზრდება, რამდენიმე მოცულობის აქვს და თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ რამდენად ახლოს მივიდეს წინ ავტომობილთან, ან რამდენად დიდი დისტანცია დაიჭიროს. ძალიან მაგარია, მე ვფიქრობ 2006 წლიან ავტომობილში აი ესეთი ფიჩერები, რაც ამ ავტომობილს აქვს და რაც შეეხება უკან უსაფრთხოების დუგას, რაც გითხარით, რაც გიცავთ თქვენ ავარიის დროს თუ ჭერი გადახდილი გაქვთ. აი აქ დააჭერთ. აი ესე შეგიძლიათ ასე იმგზავროთ და თავიდანვე დაზღვეული იყოთ, თუმცა თუ თქვენ ავარია მოგივლათ და აირბაგი გაიხსნება, ისედაც ამოვა და დაგიცავთ თუ რაიმე მოხდება. ულამაზესი სალონი აქვს, ძალიან კარგი სავარძლები, ძალიან კომფორტულია, ეს გვერდზე ამოწეული კიდევაც მიგანიშნებს, რომ სპორტული ავტომობილია, ფერი აქვს განსაკუთრებული. აი აქ თავისივე ჩარჩოზე არის განთავსებული ღილაკები, საიდანაც შეგიძლიათ დაიმასაჟოთ ზურგი, ამოწიოთ, ჩაწიოთ, როგორც თქვენს აგებულებას მოუხდება. აი აქ კიდევ ერთი ფარული, ძალიან ბევრი ფარული სათავსო აქვს ამ ავტომობილს. არ ვიცი, მაშინდელი მდიდარი ადამიანები რას მალავდნენ, ოღონდ ეს ისეთი ნათქვამია, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი დასამალი ქონდეს, მაგრამ ძალიან ბევრი ფარული სათავსო აქვს. აი აქ ახლა ძალიან მინიმალური რაღაცა შეგიძლიათ ჩაალაგოთ, მაგრამ გაქვთ იმის საშუალება, რომ რაღაცები გადამალოთ. რას გადამალოთ, ის უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აი აქ ჭერზე აქვს ლუქი, აი ესეთი შუშა, რაც მე არც ერთ კაბინეტზე არ მინახავს და მზემ რომ არ შეგაწუხოთ, აი ესე შეგიძლიათ მექანიკურად ფარდა გაწიოთ და გამოწიოთ და ძალიან კომფორტულია. ეს არ მოყვება ყველა SL-ს, ეს იყო არჩევანი, გააჩნია როგორ კომპლექტაცია შეიძენეთ, ან მოყვებოდა, ან არ მოყვებოდა და თუ მოყვებოდა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ძვირიც ხერხდა. ჩვენი ვიდეო მეგობრებო, ამით დასრულებულია. თქვენ შეიძლება ახლა
ბარნაუთებს და დონატებს ელოდებოდით, მაგრამ სხვისი ძვირადღირებული ავტომობილის მაგების კეთების მომხრე მე არ ვარ. მოკლედ, მანქანას ბევრი ლაპარაკი არ უნდა, ძალიან მაგარია. რაღაც ჯუჯუხე თურხმებს გამოსცემს, როდესაც ოდნავადაც კი ჩააჭერთ. სამართავად რო გითხრათ, აი ძალიან კომფორტია მეთქი და Mercedes-ის კომფორტი იგრძნობა არა, მაგრამ მაგის მოლოდინის სიმართლე გითხრა ამ კლასის ავტომობილზე არც მქონია. დღეისთვის სულ ეს იყო. დაგვიწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მანამდე კი მოდი იმ საცოდავ ადამიანს დაუბრუნოთ თავის მანქანა. რა ქენი ეს დაიტრია? რა ვქნა, სხვა საშუალება არ დამიტოვებია. ჰა, გიბრუნებ შენ მანქანას.